მიუსაფართა საკითხებზე მომუშავე უწყებათა შორისმა კომისიამ სოფელ ლილოს ტერიტორიაზე სოციალური საცხოვრისის მშენებლობის პროექტი დაამტკიცა. ის მუნიციპალური განვითარების ფონდმა შეიმუშავა. სოციალური საცხოვრისის მშენებლობა მას შემდეგ დაიწყება, რაც მას მთავრობა დაამტკიცებს. ის 240 ადამიანზეა გათვლილი, მათ შორის მოსკოვის პროსპექტზე კარვებში მცხოვრები ბენეფიციარებისთვის. ჯამური ღირებულება 2 მილიონ ლარამდე შეადგენს. მშენებლობის პროცესი ზუსტად გვიჩვენებს მის ღირებულებას, თუმცა საორიენტაციო ღირებულება 2 მილიონ ლარამდეა. გათვალისწინებულია 240 ბენეფიციარის საცხოვრებელი, გათვალისწინებულია შესაბამისი კვების ობიექტი, სანიტარული კვანძები, კომუნიკაციები და ასე შემდეგ, რაც ჭირდება თავშესაფრის მშენებლობას. კომისიის მიერ იქნა განხილული ზოგადად პროექტი და მოწონებული იქნა, თუმცა გვაქვს რამოდენიმე შენიშვნა. ეხლა პროექტი გადის, ასე ვთქვათ, საპროექტო დამუშავებას, როგორც კი სამთავრობო გადაწყვეტილება იქნება და საბოლოო პროექტი დაიდება თავის ხარჯ-დაყრდნობით, უმალ მოხდება მშენებლობის პროცესი.